Kendrick Lamar-ის კონცერტი იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, სადაც ნამყოფი ვარ. და ახლა აგიხსნით რატომ. მე და ჩემს მეგობრებს ჰქონდა ნაკიდი VIP ზონის ბილეთები, რომელიც ღირდა დაახლოებით 220 евро. VIP ზონის პლუსები მდგომარეობს იმაში, რომ დილით არ გიწევს მისვლა და რიგში დგომა და 1 საათით ადრეც რომ მიხვიდე საუკეთესო ადგილი გექნება. შეგიძლია ზონა დატოვო და ჭამო საჭმელი კვების ობიექტებში და არ ინერვიულო იმაზე, რომ ადგილი დაკარგე. გაიარო ფეხით სხვადასხვა ზონებში, დაათვალიერო მერჩი, თუ გინდა იყიდო ყოველგვარი რიგის გარეშე, რასაც ვაპირებდი, მაგრამ ძირითად შემთხვევაში კონცერტებზე მერჩი ისეთი ზვირია, რომ გადავიფიქრე. და ასევე VIP ზონისთვის განკუთვნილი საბირთვარეში. მუხტი იყო იდეალური. რატომღაც შემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ 18 წლიანი სტაჟის მოცეკვავე არის და გამოიწვია ვიღაც მოცეკვავე დუელში. რა თქმა უნდა, რომ დამარცხდა. ესეთი სიგჟეებიც ხდებოდა. როგორც იქნა ამასობაში Kendrick და SZAც გამოვიდა და ასევე VIP ზონის ყველაზე დიდი პლუსი რაც არის ის რომ სადაც არ უნდა წახვიდე, რის რიგშიც არ უნდა იყო, გაიხედები და გვერდზე არტისტი დგას და მღერის. ჩვენი საყვარელი სიმღერაც შეასრულეს. არ მოგატყუავთ და გეტყვით რომ თუ Kendrick-ის კონცერტზე წასვლას აპირებთ მოემზადეთ, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში SZA იქნება სცენაზე. მე პირადად ერთხელ უკვე ვიყავი SZA-ზე, ამიტომ ცოტა მომბეზრდა, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იყო, სადაც ნამყოფი. დამიწერეთ კომენტარებში რომელი მუსიკის მოსმენა გინდათ და ავტვირთავ. და შემდეგ ვიდეოში გაგიზიარებთ თუ რა ფეილი დამემართა ამ კონცერტზე.